არასრულწლოვანი, რომელსაც საგამოძიებო უწყება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, მოსამართლემ რამდენიმე საათის წინ გაუშვა პატიმრობაში 11 საათზე იმსჯელა. მოსამართლემ აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების პროცესი ისე ჩატარდა, რომ მედიას არაფერი შეატყობინეს, თუმცა პირველებმა მოვახერხეთ, რომ დაკავებულების ადვოკატებს გავსაუბრებოდით. ისინი ამბობენ, რომ საქმე ეხება არასრულწლოვნების დაკავებას, შესაბამისად დამატებით დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებენ. იურისტები ამბობენ, რომ საქმის მასალები რამდენიმე საათის წინ გადაეცათ და შესაბამისად, როდესაც შეისწავლიან ამ საქმეებს დამატებით დეტალებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ ისაუბრებენ მედიასთან, თუმცა პირველების ინფორმაციით ორი არასრულწლოვანი, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, საცხოვრებელ სახლებში დააკავეს, გადაიყვანეს წინასწარი მოთავსების იზოლატორში და ამ დრომდე უცნობია მათ დაარღვიეს თუ არა დუმილი და უთხრეს თუ არა გამომძიებლებს იმ ხმაურიანი საქმის დეტალებთან დაკავშირებით, რაიმე რომელიც უკვე რამდენიმე თვე არის საგამოძიებო უწყების მთავარი საქმეა. მინდა მოხდება გამოთქვა მოხდა ფაქტთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ ოჯახის კი არა, ზოგადად თლიანად ქვეყნის ტრაგედია არის, რაც მოხდა. უშუალოდ საქმეს რაც შეეხება დეტალებთან დაკავშირებით არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე ამ სულს კომენტარის გაკეთება. რა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. გავეცნობ სისხლის დამარცხების მასალებს და შემდგომ მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას. სასამართლო პროცესზე თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი უთქვამს ამ ბრალთან დაკავშირებით. თუ იცოდა დანაშაულის შესახებ, რატომ არ შეატყობინა პოლიციას, ხო დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება საგამოძიებო უწყება? საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ გაგესაუბრებ. იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნის მიმართ მიმდინარეობს სასამართლოს საქმე, ამ ეტაპზე ესეთი პოზიცია გვაქვს დაცვის. ის გაშვებულია უკვე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში, ხო? პატიმრობა შეუფარდეს. სად მოხდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება? დაკავება მოხდა საცხოვრებელში. რაც შეეხება მოკლული გიგა ავალიანის ოჯახის წევრების პოზიციას, დედა პირველებთან საუბრისას განმარტავს, რომ ყველა ის პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ეს დანაშაული მძიმე მკვლელობა დაგეგმა და ასევე ის ადამიანებიც, ვინც ამის შესახებ იცოდნენ და საგამოძიებო უწყებას არაფერი შეატყობინეს. დაკავებულია ორი არასრულწლოვანი, ორივე მათგანს საგამოძიებო უწყება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება და დედა განმარტავს, რომ ამ დაკავებულიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბიჭი რამდენიმე დღის განმავლობაში ყოფებოდა ავალიანების საცხოვრებელ სახლებთან, ასევე სწავლობდა მასწავლებლის გადაადგილების ტრაექტორიას და შესაბამისად ოჯახს აქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ არასრულწლოვანმა კარგად იცოდა, რომ მკვლელობა იგეგმებოდა. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ საგამოძიებო უწყება ამ საქმეს გულგრილად მოექცა და ამბობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან იქამდე, სანამ ყველა პირი სამაგალითოდ არ დაისჯება. სწორედ ამიტომ ოჯახი ხვალ ანონსებს, რომ ისინი შეიკრიბებიან მთავარ პროკურატურასთან, ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ფიქრობს, რომ დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯა. იყო მიმალვის საშიშროება, მე მოლოდინი მქონდა, რომ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. არ ნაკლებია ეს მეორე პატივცემული, რომელიც თვითონაც დარაჯობდა გიგას, მაგრამ იმ დღეს ვერ მოკლეს, იმიტომ რომ ჩემთან ერთად გამოვიდა და ვერ მოკლეს იმ დღეს, რომ მკვლელობის თანამონაწილე იქ იყო, იქნებოდა პირდაპირ უშუალოდ არ ეცალა იმ დღეს უბრალოდ ბიჭს. ხვალ ჩემთან ერთად დაიცავით ჩემი შვილის ღირსება და ზეგ ეს თქვენ შვილს მიცემს სიცოცხლის გარანტიას. დამეხმარეთ ხვალ ჩემთან ერთად საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ ვახტანგ გორგასლის 24 ნომერში. გელოდებით ხვალ 22 დეკემბერს 4 საათზე. წინასწარ გიხდით მადლობას, მე იმედები არასდროს არავის გამიცრუებია და ვიცი საქართველოს ხვალ იმედებს არ გამიცრუებს. მოკლული გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ხვალ ზუსტად 4 საათზე მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბებიან. აქვთ მთავარი მოთხოვნა, რომ საქმე თავიდან ბოლომდე ობიექტურად იყოს გამოძიებული და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, ვინც დანაშაულის შესახებ იცოდა და საგამოძიებო უწყებას არაფერი შეატყობინა.